ეს ცოტა კომპლექსური საკითხია ისე, ბევრი დეტალი არის, რომელიც მოქმედებს მასზე დადებითად და უარყოფითად. მაგალითად, უარყოფითად რა მოქმედებს? მაგალითად, ალკოჰოლის მიღება უარყოფითად მოქმედებს. მოწევაც, ანუ რეალურად რაღაცა რაც შენს ნერვულ სისტემას ასტიმულირებს ზედმეტად არ არის კარგი, ანუ უფრო რთულად გამოდის შემდეგ მედიტაცია. ყავის შემდეგ არ არის კარგი, ჩაის მერე შეიძლება არ იყოს კარგი, ჭამის შემდეგ არ არის კარგი, იმიტომ რომ საჭმლის მონელება ხდება ორგანიზმში და შენ ამ დროს ძალიან ნელდები რეალურად და არა საჭიროა შენელება ჭამის მერე. ამიტომ რეალურად კარგი არის ცოტა ამ სუბუქ კუჭზე, ამისათვის დილა არის კარგი. შეიძლება ცოტა გამოღვიძების მერე, შეიძლება ვარჯიშის მერე ზოგადად უკეთესი არის, თქვათ, იოგაშიც ეგრე არის, რომ ჯერ ხათხა იოგას აკეთებენ, ცოტა ვარჯიშობენ, იწელებიან, შეიძლება სუნთქვის ვარჯიშები გააკეთონ და მერე არის ყველაზე ადვილი. მაგრამ ის მომენტიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ჩვენ ძალიან ესე შევხედეთ მედიტაციას, რომ მე ამისათვის კარგად უნდა მოვემზადო, ვერასდროს ვერ მოვემზადებით.